როდესაც ვიყავი თინეიჯერი, რაღაც ესე ვთქვათ, პატარა, მოდი ესე ვთქვათ, 20 წლამდე, ჩემი მეგობრობა ძირითადად დაფუძნებული იყო საერთო ინტერესებზე. აი, მაგალითად, მე და ეს ადამიანი დავდივართ ცეკვაზე, მაშინ ვმეგობრობთ. მე და ეს ადამიანი ვსწავლობთ სამართალზე, მაშინ ვმეგობრობთ. თან მოგწონს ესეთი საჭმელი, მაშინ ვმეგობრობთ. ანუ სხვადასხვა ინტერესები, რა შეიძლება იყოს, ხო? ქალისთვის ეს შეიძლება იყოს სწავლა, გართობა, დასვენება, ჩაცმა, ურთიერთობები, რაღაცა ივენთები, ღონისძიებები. აქედან გამომდინარე, ეს ბავშვობის მეგობრობა არ იყო გატარებული ღირებულებების ფილტრში და მას შემდეგ, რაც ჩემს ცხოვრებაში და ჩემი ბავშვობის მეგობრების ცხოვრებაშიც შემოვიდა ღირებულებების, ესე ვთქვათ, ფილტრი, ჩვენი ინტერესები აღარ იყო საკმარისი იმისთვის, რომ დარჩენილიყავით მეგობრებად, იმიტომ რომ უკვე მოვიდა მოთხოვნილება ვიყოთ სულიერი მეგობრები, უკვე მოვიდა მოთხოვნილება ვისაუბროთ სხვა უფრო ღრმა თემებზე, აიწია მეგობრობის სტანდარტმა, ხარისხმა, რაღაცა ჭორაობა, იმას ესაცვია, ეს იმასთან ერთად არის, ამან მომწერა, აღარ იყო საკმარისი ამ ურთიერთობებში და შესაბამისად ვიტყვი, რომ კონფლიქტი არ ყოფილა ესეთი რაღაც ვიჩხუბეთ და დავემშვიდობეთ ერთმანეთს, დისტანცირება და მერე ეს სავალდებულო მილოცვა, არ ვიცი, დაბადების დღის ახალი წლის და მერე ეგეც აღარ, ხო? აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, გარდა იმისა, რომ ბავშვობის მეგობარმა შეიძლება დაუშვეს შეცდომა და თუ თქვენთვის ეს ისეთი შეცდომაა, რომ ახალგაზრდულ ადამიანს არ აპატიებდით, არც ბავშვობის მეგობარს არ უნდა აპატიოთ, იმიტომ რომ ფონურად სულ იქნება ეს თქვენს ურთიერთობაში. მე ვიტყოდი, რომ ბავშვობის მეგობრები, რომლებიც დღესაც არიან ჩემს ცხოვრებაში, ჩვენ გვაქვს საერთო და რაღაცა მომიჯნავე ღირებულებები და ჩვენ ვართ სულის მეგობრები დღეს და არა ბავშვობის მეგობრები. კი, გვაქვს ბავშვობის მოგონებები, ძალიან მაგარია, ეს დამთხოვაც თუ არის, რომ შეიძლება ბავშვობიდან მოდიოდეთ ერთად გაიზარდოთ და რაღაცნაირად ერთი ღირებულებების ხე ჩამოგიყალიბდეთ, მაგრამ დაგამშვიდობთ და გეტყვით, რომ ჩვენი მოზარდობაც და ესე ვთქვათ, საერთოდ ზრდა და სიბრძნე და ყველაფერი გვაცნობს ძალიან ბევრ ადამიანს, ამიტომ არ მოიწყინოთ თუ ბავშვობის მეგობარი აღარ არის თქვენს ცხოვრებაში.